ასე რომ კვირის განმავლობაში შესაძლოა სხვა საკითხების დაგვემატოს. თუ არის შეკითხვაც ჩვენი სამუშაო დღის წესრიგი მიმდინარე კვირის განმავლობაში. მადლობთ, წინააღმდეგი არავინ არის. მადლობთ. ბატონი დავით ლორდ-კიფანიძე ერმანოვი. მოგესალმებით. განცხადებებით გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო გვაქვს. ჩაწერილი არიან დიდი მადლობა. ჩვენ ეხლა რა შეიხამა თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი. გენოციდი. დიდი მადლობა. ბატონო ნუგზარ ციკლაო. დასმუნებული ვარ, მოდესმე ჩვენ შევძლებთ ისტორიის ამ უმციმეს ფურცელზე საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას. მანამდე კი მინდა ჩემი პოზიცია აქ გამოვხატო, მოვუწოდებ ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ჯერჯერობით არ არის დაგმობილი და შეფასებული ეს ისტორიული ფაქტი. აღიაროს ეს მოვლენა, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ანალოგიური დანაშაული ნებისმიერი ერის წინააღმდეგ. მე კარგად მახსოვს რა მოხდა 20 წლის წინ. აზერბაიჯანში, ყარაბაღში, კალახ ხოჯალოში. ერთი ღამეში დაახოცა 700-მდე მშვიდობიანი უიარაღო აზერბაიჯანელები. ძირითადად ბავშვები და კალები იყო. ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვარ. ჩვენი თავარი მტერი 40 კილომეტრში არის აქედან. რატომ ამაზე არ საუბრობ? ქვეყნის 20% არის დაკავებული. რატომ ამაზე არ საუბრობ? რაც მოხდა 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში. ეს არ არის საქართველოს პარლამენტის საკითხი. ეს გაარკვევთ ისტორიკოსებმა.